მოგესალმებით. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რას გვიყვება ჩვენივე დნმ ქართველი ერის წარმოშობის შესახებ. აი დღეს ჩვენ სწორედ ასეთ მოგზაურობას ვიწყებთ. მოგზაურობას დროში, ოღონდ გზამკვლევი მეცნიერული მონაცემები იქნება. ერთად გავშიფროთ ჩვენი წინაპრების გენეტიკური კოდი, გავიგოთ საიდან მოვიდნენ, რა გზები გაიარეს და რომელმა ისტორიულმა პროცესებმა ჩამოაყალიბა ის საქართველო, რომელსაც დღეს ვიცნობთ. ჩვენი გეგმა საკმაოდ მარტივი და ლოგიკურია. ჯერ გავიგებთ, საერთოდ რა ინსტრუმენტებით კითხულობენ მეცნიერები წარსულს. მერე აღმოვაჩენთ ქართული გენოფონდის ორ მთავარ ფუნდამენტურ საყრდენს. ამის შემდეგ ჩავიხედავთ უფრო ღრმად ქვეყნის შიგნით არსებულ გასაოცარ მრავალფეროვნებაში, შემდეგ კი პირიქით გავადიდებთ მასშტაბს და ვნახავთ ჩვენს ადგილს კავკასიის დიდ გენეტიკურ რუკაზე. და ბოლოს ამ ყველაფერს ერთ დიდ და საინტერესო ისტორია დავკინწავთ. სანამ უშუალოდ შედეგებზე გადავალთ და ციფრებს ვნახავთ, მოდით ჯერ ერთ რამეში გავერკვეთ. რა არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც მეცნიერები წარსულს იკვლევენ? ამის ცოდნა ძალიან დაგვეხმარება, რომ სწორად წავიკითხოთ და გავიგოთ ის მონაცემები, რომლებიც წინ გველის. ჩვენი კვლევის ქვაკუთხედი არის ცნება, რომელსაც Y-დნმ ხაპლოგრუპი ჰქვია. მოდით მარტივად ავხსნათ. წარმოიდგინეთ კაცობრიობის ერთი უზარმაზარი საგვარეულო ხე. Y-ქრომოსომა, რომელიც მამიდან მხოლოდ შვილს, ანუ მამაკაცს გადაეცემა და თანაც თითქმის უცვლელად ამ ხის ერთ-ერთ დიდ ტოტს ჰგავს. დროთა განმავლობაში ათასობით წლის მანძილზე ამ ტოტსზე ჩნდება პატარა უნიკალური ნიშნები, ანუ მუტაციები, რომლებიც შემდეგ ყველა მის შთამომავალს გადაეცემა. სწორედ ეს ნიშნები აძლევს მეცნიერებს საშუალებას, რომ ადამიანები ერთ დიდ გენეტიკურ კლანში, ანუ ხაპლოგრუპში გაერთიანონ. ანუ, მარტივად რომ თქვათ, თქვენ ხაპლოგრუპი გეუბლებათ, რომელ უძველეს საგვარეულო შტოს ეკუთვნით მამის ხაზით. და აი, მივადექით ჩვენი კვლევის მთავარ კითხვასაც. რომელი უძველესი გენეტიკური კლანები ქმნიან ქართველ ერს? რა მიგრაციულმა ტალღებმა და ისტორიულმა მოვლენებმა დატოვეს კვალი ჩვენს დნმ-ში? ახლა როცა უკვე ვიცით რა არის ჰაპლოჯგუფი და როგორ მუშაობს ეს სისტემა, მზად ვართ პასუხები უშუალოდ მონაცემებში ვეძებოთ. ახლა კი გადავდივართ ჩვენი ანალიზის გულში. აქ ჩვენ აღმოვაჩენთ იმ ორ ფუნდამენტურ გენეტიკურ კომპონენტს, რომლებზეც ფაქტობრივად დგას ქართული გენოფონდი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი გენეტიკური ისტორიის ხერხემალია. აი, ეს არის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი სურათი. ეს დიაგრამა გვიჩვენებს, რომელი ჰაპლოჯგუფებია ყველაზე გავრცელებული ქართველ მამაკაცებში. დააკვირდით, ორი ჯგუფი აშკარად დომინირებს. J2, რომელიც თითქმის 32% შეადგენს და J2A, 30%-ზე ოდნავ მეტით. ანუ ერთად ისინი ქართული მამობრივი ხაზების 60%-ზე მეც ქმნიან. სწორედ ეს არის ის ორი გიგანტური გენეტიკური საყრდენი, რომელზეც ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, არის სხვა ჯგუფებიც, მაგრამ მთავარი კითხვა ეს არის. რას გვიყვება ეს ორი დომინანტი ჯგუფი ჩვენი წარსულის შესახებ? საიდან მოდიან ისინი? მოდით გავშიფროთ ეს ორი ხაპლოჯგუფი. G2 ითვლება კავკასიის უძველეს ავტოქთონურ, ანუ ადგილობრივ კომპონენტად. მისი ასეთი მაღალი კონცენტრაცია პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ხაზის მატარებლები კავკასიაში ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მეორე მხრივ კი გვაქვს J2, რომელიც უფრო ახლო აღმოსავლეთთან, ეგრეთ წოდებულ ნაყოფიერ ნახევარმთვარესთან ასოცირდება. მისი გავრცელება კავკასიაში სავარაუდოდ ნეოლიტის ხანის მიგრაციებს უკავშირდება, როდესაც პირველმა მიწათმოქმედებმა ამ რეგიონში ახალი ტექნოლოგიები, ახალი კულტურა შემოიტანეს. ასე რომ, ქართული გენოფონდი თავის არში ამ ორი უძველესი შტოს შერწყმა. ერთი, რომელიც კავკასიის უძველეს მონადირე შემგროვებლებს უკავშირდება და მეორე რეგიონის პირველ მიწათმოქმედებს. მაგრამ იცით, ეს საერთო სურათი ამბის მხოლოდ ნახევარია. საქართველო თავისი რთული რელიეფით, მთებითა და ხეობებით არასდროს ყოფილა ერთიანი, ერთგვაროვანი სივრცე. ახლა ჩვენ უფრო ღრმად ჩავიხედავთ და აღმოვაჩენთ იმ გასაოცარ გენეტიკურ მოზაიკას, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმალება. აი აქ, ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ქართველი არ არის ერთიანი გენეტიკური კატეგორია. იმერელები, მეგრელები, სვანები, ლაზები, კახელები. თითოეულ ამ ჯგუფს ხომ თავისი უნიკალური ისტორია, დიალექტი და ტრადიციები აქვს. გეოგრაფიულმა იზოლაციამ, ისტორიულმა მიგრაციებმა და მეზობელ ხალხებთან ურთიერთობამ განაპირობა ის, რომ თითოეულ ამ ჯგუფს თავისი განუმეორებელი გენეტიკური ხელწერა ჩამოუყალიბდა. მოდით ამაში კონკრეტული მაგალითებით დავწმუნდეთ. დავიწყოთ იმერლებით. მათი გენეტიკური პროფილი, როგორც ხედავთ, ძალიან მრავალფეროვანია. აქ ერთმანეთს ერწყმის როგორც დასავლეთ, ცენტრალური, ისე სამხრეთ და აღმოსავლეთ კავკასიისთვის დამახასიათებელი გენეტიკური შტოები. მათ შორის ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი G2A და J2.
რას გვეუბნება ეს გენეტიკური ნაზავი? იმას, რომ იმერეთი ისტორიულად იყო ერთგვარი გზაჯვარედინი, სადაც სხვადასხვა კავკასიური ჯგუფები მუდმივად ხვდებოდნენ და ერწყმოდნენ ერთმანეთს. ახლა კი მოდით იმერლების პროფილის შევადაროთ ლაზებისას. კონტრასტი უბრალოდ დრამატულია. ლაზების გენოფონდის თითქმის ნახევარს, 42%-ს შეადგენს LVC ჰაპლოჯგუფი. ეს ჯგუფი კავკასიაში ფაქტობრივად არ გვხდება, მაგრამ საკმაოდ გავრცელებულია მეზობელ ანატოლიაში. ეს მონაცემი პირდაპირ ყოველგვარი შელამაზების გარეშე მიუთითებს ლაზების უძველეს კავშირებზე სამხრეთით, შავი ზღვის სანაპიროსთან. ეს არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ ადასტურებს DNM იმას, რასაც ისტორია და ეთნოგრაფია დიდი ხანია გვიყვება. ახლა კი გადავინაცვლოთ გეოგრაფიული იზოლაციის ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითთან საქართველოში, სვანეთში. ეს ციტატა ერთი სამეცნიერო ნაშრომიდანაა და ის ზუსტად აღწერს იმ ფენომენს, რომელსაც ახლა ვნახავთ. კავკასიონის მაღალი მთებით გარშემორტყმული სვანეთი ხომ საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, რაც მის მოსახლეობას გარესამყაროსთან ინტენსიური შერევისგან იცავდა. უბრალოდ დააკვირდით ამ რიცხვს, 78%. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს რიცხვი გენეტიკის კონტექსტში? ეს ხომ წარმოუდგენლად დიდი რიცხვია. დიახ, ზუსტად ასეა. სვანი კაცების 78% მიეკუთვნება არაუბრალოდ G2H ჰაპლოჯგუფს, არამედ მის ერთ ძალიან კონკრეტულ ქვეჯგუფს. წარმოდგინიათ, ეს გენეტიკური ერთგვაროვნების წარმოუდგენლად მაღალი დონეა. ეს ნიშნავს, რომ სვანების აბსოლუტური უმრავლესობა მამის ხაზით ერთი საერთო წინაპრის შთამომავალია. ეს ფენომენი, რომელსაც მეცნიერებაში დამფუძნებლის ეფექტს უწოდებენ, ხანგრძლივი გეოგრაფიული იზოლაციის პირდაპირი შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ სვანების გენოფონდი ერთგვარი გენეტიკური კაფსულაა, რომელმაც უძველესი კავკასიური შტო თითქმის პირვანდელის სახით შემოინახა და სწორედ ამ იზოლაციამ შეუწყო ხელი მათი უნიკალური ენისა და კულტურის შენარჩუნებასაც. კარგი, ახლა, როდესაც საქართველოს შიდა გენეტიკური მოზაიკა ასე თუ ისე განვიხილეთ, დროა ისევ გავადიდოთ მასშტაბი და დავინახოთ, როგორ ჯდება ქართული გენოფონდი მთლიანად კავკასიის რეგიონის დიდ გენეტიკურ სურათში, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო არ ვართ ამ უძველეს მიწაზე. ეს გრაფიკი ფაქტობრივად გენეტიკურ რუკას გავს. რაც უფრო ახლოს არიან წერტილები ერთმანეთთან, მით უფრო ახლოა მათი გენეტიკური ნათესაობა. დააკვირდით ყვითელ წრეს, რომელიც ქართველებს აღნიშნავს. ის თითქმის ეხება ლურჯ კლასტერს, რომელიც აფხაზურ ადიღეურ ხალხებს აერთიანებს. ეს არ არის უბრალო გეოგრაფიული სიახლოვე, ეს გენეტიკური სიახლოვეა. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებულ ენებზე ვსაუბრობთ, ჩვენს ხალხებს საერთო წინაპრები ყავთ, რომლებიც ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ. ეს ცხრილი კიდევ უფრო ნათლად გვიჩვენებს ამ რეგიონულ კავშირებს. უბრალოდ შეხედეთ, როგორ მიორდება ერთი და იგივე ჰაპლოჯგუფები. G2, რომელიც ქართველების დაახლოებით 30% შეადგენს, ჩრდილოეთ ოსებში 66%-მდე იზრდება, ხოლო ადიგიელ ხალხებში კი 53-დან 79%-მდე აღწევს. J2, ჩვენი მეორე საყრდენი, სომხების გენოფონდის დაახლოებით მესამედს შეადგენს. ეს ციფრები უბრალოდ ადასტურებს, რომ კავკასიის ხალხები ერთმანეთთან უხილავი, მაგრამ ძალიან ღრმა გენეტიკური ძაფებით არიან დაკავშირებულნი. და აი მივედით ძალიან მნიშვნელოვან დასკვნამდე. გენეტიკა გვიყვება ისტორიას, რომელიც ენაზე ბევრად ძველია. ქართველები, აფხაზადიღიელები და ოსები ხომ სრულიად განსხვავებულ ენათა ოჯახებს მიეკუთვნებიან, მაგრამ მათი DNM-ს საერთო უძველეს კავკასიურ ფესვებზე მიუთითებს. გენეტიკა ფაქტობრივად ავლენს ისტორიის იმ ფენას, რომელიც ენობრივი და კულტურული საზღვრების მიღმაა. და აი ახლა დროა შევაერთოთ ყველა ეს ფრაგმენტი, G2A, J2, სვანების იზოლაცია, კავკასიური კლასტერი და შევქმნათ ერთიანი ქრონოლოგიური თხრობა. მოვყვეთ ქართველი ერის გენეტიკური ფორმირების ისტორია. ის ისტორია, რომელიც პირდაპირ ჩვენს DNM-შია ჩაწერილი. ეს ქრონოლოგიური ხაზი გვეხმარება დავინახოთ მთლიანი დიდი სურათი. ყველაფერი დაახლოებით 20,000 წლის წინ იწყება, როდესაც ახლო აღმოსავლეთში G ჰაპლოგუფი ჩნდება. შემდეგ ნეოლითის ხანაში მისი შთამომავალი G2A და ასევე G2 ჯგუფის მატარებლები კავკასიაში სახლდებიან, რაც რეგიონის დემოგრაფიულ და კულტურულ ლანდშაფტს სამუდამოდ ცვლის. ბრინჯაოს ხანაში ეს პოპულაციები იწყებენ ერთმანეთისგან გამიჯვნას, რის შედეგადაც ყალიბდებიან ის ეთნოლინგვისტური ჯგუფები, რომლებიც შემდგომში კავკასიის ხალხების, მათ შორის პროტოქართველების წინაპრები ხდებიან. და ბოლოს 1000 წლეულების განმავლობაში იზოლაციისა და ურთიერთქმედების დინამიკა აყალიბებს იმ მრავალფეროვან გენეტიკურ მოზაიკას, რომელსაც დღეს საქართველოში ვხედავთ.
ეს ციტატა 2013 წლის ფუნდამენტური კვლევიდან ძალიან ძლიერად აჯამებს ჩვენს რეგიონულ ანალიზის. ის მეცნიერულად ადასტურებს იმას, რომ ქართველები, სომხები და აფხაზადიღეელები ერთი დიდი კავკასიური გენეტიკური ოჯახის წევრები არიან. ჩვენი საერთო ფესვები იმ უძველეს მოსახლეობაშია, რომელმაც კავკასია ათასობით წლის წინ დაასახლა. მოდით ბოლოს კიდევ ერთხელ, მოკლედ შევაჯამოთ ჩვენი მოგზაურობის მთავარი აღმოჩენები. პირველი, ქართული გენოფონდი დგას ორ უძვალეს საყრდენზე, ავტოქთონურ კავკასიურ G1-ზე და ახლო აღმოსავლურ G2-ზე. მეორე, საქართველო არ არის ერთიანი მასა, არამედ უნიკალური ჯგუფებისგან შემდგარი გენეტიკური მოზაიკა, როგორც ეს სვანებისა და ლაზების მაგალითზე ვნახეთ. მესამე, ჩვენ არ ვართ იზოლირებული კუნძული, ჩვენ ფართო კავკასიური გენეტიკური ოჯახის ნაწილი ვართ. და მეოთხე, ალბათ ყველაზე მთავარი, ჩვენი დნმ გვიჩვენებს საერთო მემკვიდრეობას, რომელიც ბევრად უფრო ღრმაა და ძველია ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე ეთნიკური თუ ლინგვისტური საზღვარი. და ბოლოს, მინდა დაგტოვოთ ამ კითხვასთან. თუ მეცნიერობა გვეუბნება, რომ ჩვენი ფესვები ასე ღრმად არის გადაჯაჭვული ჩვენი მეზობლების ფესვებთან, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის დღეს? როგორ გვეხმარება ეს ცოდნა, რომ უკეთ გავიგოთ საკუთარი თავი და ჩვენი ადგილი ამ უძველეს და ასეთ მრავალფეროვან რეგიონში? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი უკვე გენეტიკის ფარგლებს სცდება და ისტორიის, კულტურისა და თითოეული ჩვენგანის პირადი თვითშეგნების სფეროში გადადის. გმადლობთ ყურადღებისთვის.